აბა ზუსტად მეგობრებო, ჩემო მომიცაჩემო იურა, ინდონეზია აიწია ფეხბურთის სიძლიერემ, ფეხბურთის თამაშმა და ისეთი დიდი კოლექტივების შექმნეს ნაკრებებმა და 47-მდე ხო შენი ფაქტინოს განსაკუთრებით საბურძულო განსაკუთრებით კიდე უფრო მეტი ხო ჩვენ ქართულ საქართველოს თანაც უფრო მეტი შეასწია ფუტბოლს ხო არა რაშია ეს საქმე შეხედე ერთი რამე სპორტულ ცხოვრებაში ერთი ჭკვიანები აზრები არის ასეთი აი ესე იგი კალიჩეს ხართულად კალიჩესა რაოდენობა ხარისხი ხო რაოდენობა გადადის ხარისხი ესე იგი რაც და ამკიცა მაგი რა მე მოუმატეს 48-მდე იყვნენ ნაკრებები და დღეს სასწაული კაი თამაშები და ერთმანეთზე ორთაბრძოლები და ესე იგი თამაში არ არის მანუ უკვე რომ საჯებზე და იმაზე ფეხბურთელებს შორის მიდის მაგარი კამათი იმაში იყო ჯარიმა არა იყო ჯარიმა აი თვითეულ ნაბიჯს და თვითეულ სიტყვას და თვითეულ საქციელს უკვე ხალხი ამას თავისებურად აფასებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთოდ და ემთხვევა ხალხი ბევრი დასაქმებულია, ახალგაზრდა დასაქმებულია სპორტი და ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევიან. შემდგომი სტატიოებით სამ ქვეყანაში ჩარდა და მექსიკაში და კანადაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარჩა ერთი თამაში ფინალი, რომელიც ჩატარდება 19-ში. Φέρασε και πριν από εγώ είχαμε το Μάιτς Περμούτσι Ταουάρι Άρη Πινά Μάιτς μέρε πινάζει λογοτικά πινάζει καφωτήτα все ყველანაირად შესრულებული გაქვს დიდი საქმე 50% მაინც შენი მისია ხო ამიტომ მე ეს პერიოდი აი გუნდებმა ყველასთან შეიძლება ითქვას რომ აი ამ გუნდებმა ერთმანეთთან თამაში ყოველთვის აჩვინეს მაქსიმალურად თავისი პროფესიონალიზმი და იყო ყველა თამაში აი ეს დანახვის საშუალება და ასევე დაინახეს ბევრი შეცდომა საქართველოს ნაკრებმაც და კოლექტივს წინა მსოფლიოში ჩემპიონატის აკრეშობით ეხლა უნდა მივაშკოვდა ხო რატო იცი შეხედეთ სტორი ხარ და ერთამეში ამ წინადადებას ერთი ესეთი აზრი ვუმატოთ ესე იგი აიხლა მანუ ესე იგი 48-მდე და გუნდები ხო და ესე იგი წარმოიდგინე იმდენად ბევრია ვარსკვლავსაც ძებნა გინდა კი აი ვარსკვლავებში ვარსკვლავი თორე დღეს ეს 48 გუნდი ისე თამაშობს რომ აი ჩვენ ხო ვიკამათეთ რომ მოდიოდით აი ბა ვის აიჩევდი დღეს საუკეთესო ფეხბურთელად და ნუ იმ პერიოდში ჩვენ პერიოდში ის გვარი რო გეთქვა მანუ აი ეს გვარი რო გეთქვა არა და აი მე და შენ გვაქვს ამისუფლება აი გერო თქვა რომ ფეხბურთელი რომელიც როგორია კუკურელია მარცხენა დამცველი ვითომ იცი რაღაც თავისი ამ ემოციურია თითქოს ემოციური და ვითომ აი ესე არტოვებს რომ აუ რამდენ დარბის ეგ მე ჩემზე იძახოდი მასე მე იმაზე სინაზე გამული ძაბლივი დარბის წინაუგან ეგ სინაზე ხო და აი ხა რომ უყურებ ამასაც ხო სინაზე არა მაგრამ ძალიან ცეკვარია დარბის და გამოდის ხო და ესე იგი მაგრამ თავარი რა იცი რომ აი მაგალითია ბიჭო გინდა ესე იგი დაცვაში
ახლოსაა კაცთან. ახალასაა კაცთან. მე წარქმევის დროს ჩასაფრებულია ისე რომ არის მაშინ ნაკრები დღეს რო ფინალში უნდა ითამაშოს, რეალია დიდი დამსახურება. ისეთი ბურთები გაართვა, კარში გადიოდა, გამოიტანა და ძალიან. ხო, მაგრამ ჩვენ მაგას ვიდეო იმავშობით. მაგ თითეული უკვე ფინალისტი თითეული როგადის ის უკვე ვარსკვლავია. ხო, მაგრამ აი ახლა ბევრი იტყვის ამ კულტურალიაზე აი რა შეხედა ამდენ დარბის სადარბის ამდენ დარბის ალგორითმებია ხო ერთადერთი თურამია შესასწორებელი თმებია ხო იმიტომ რომ შეიძლება ჩამოვარდეს კუთხური და აი ვერ დავინახე გოლი ახლა თქვენ ვარსკვლავები ბევრი იყო წინა ჩემპიონატზე მაგრამ რა არის იცი ამდენი გუნდები არ მონაწილე ბევრი ფეხბურთელი აფრიკის კონტინენტიდან გამოსა მაგალითად ისეთი სალახი მაგალითად ეგვიპტელია მაგრამ იმაში ლივერპულში დამაშა მაინც არის პრობლემა ბრაზილია პელე ისა ხო ავერიდია მაგრამ გამოაჩინა მაინც აფრიკის მაგ თემასთან დაკავშირებით კი მაგრამ შეიძლება გინდა თუ არა ეს გუნდების გამრავლება ბოლო მაინც იძლევა ერთ კაირამეს რომ ამ ბევრში ცნებიც გამოჩნდებიან ფეხბურთელებით გამოჩნდებიან შეწიას უფრო შანა ინდივიდუალები კი იყო არის მაგრამ ისე ჩვენში დარჩეს და ყოველდღე ინდივიდუალია კულტურალია და ვისთანე მეგვეწონა ჩვენ შენ მეგვეწონა იმიტომ რომ აი შრომოს ნაოი ძვის ეს არის სპორტის განსახიერება ხო მაშინაც იმიტომ მაგრები იყვნენ და ეს ფეხბურთელები ძირითადად აი გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის გუნდი მაგარი იყო ძირითადად გერმანიაში თამაშობდა გაფენილი არ იყო და შეხედებ აი გერმანიაზე რო ილაპარაკე იქ სადღაც საქართველოს ფეხბურთიც მიაყოლე რატო იცი რაც ჭირს გერმანელებს პროცენტულად იგი ჭირს ჩვენს ხოსტორი უკვე არა ესე იგი აი გერმანელებო ესე იგი ადრე იყო ასეთი ლოზუნგი კაიგე ფეხბურთში სოფლიო ყველა თამაშობს ფეხბურთს მაგრამ იგებენ გერმანელები დისციპლინა ჰქონდათ მაგრამ თამაშით მაგარი აუცილებლად უკვე იგებენ გერმანელები და აუ იგი ვიტოა კაი თურმე დისციპლინა აკარ ტექნიკა ტაქტიკა და პროფესიონალიზმი თავდადება ეს კონდა და ეს ტექნიკა არა მარტო და ეს ის არ არის აი რა იცი ეს ბუკეტს ვაკეთებ ხო ბუკეტი იწყება აი ამ ყველაფერი აუცილებლობით ფეხბურთში რაც უნდა აკეთებ არა ბეჭერები გიყავს ხო ყოველთვის იყვნენ ბეკენბაუერი მილერი ესე ხო ზელერი ხაილერი ამერიკა ახლა რატო არ არის რატო არ არის და მე ახლა ეს არის ერთ პასუხს ვიტყვი და ეს გაიგე შეიძლება ბევრმა დავწვიდოს გაიგე რატო არ არის იცი გერმანიაში ანტრეჟოდარიასთან ტრენერი არ ყავთ აღარ ყავთ კაი ტრენერები და შანი დაიგენი რო იყო ტრენერი აღარ ყავთ კაი ტრენერები და იმიტომა გუნდები ასე რომ იმაშობიეთ პირველი თუ შეხედავ გუნდი ვერ თამაშობს ასეთ კერი ისე კერი ფეხბურთელი არ ყავს იგი არ ყავს ძველმა შენზეა ყველაფერი აუცილებლად გადადებენ ახლა არსებობს მეორე ვარიანტი რომ ტრანდი გატაქსირებული თავრობა არის რომელიც საერთოდ ფეხებზე გედია ფეხბურთი არც საჭმელის ფულს გაძლევს არც ასმანის ფულს გაძლევს ისე დას გეკუთვნის FIFA-დან და იმით გათამაშებს
აი და ამას რომ ზედმეტი ვარჯიში ჭირდება, ზედმეტი დასვენება ჭირდება, ზედმეტი კალორია ჭირდება, ინდივიდუალიზმი ჭირდება, დაფასება ჭირდება და ესე იგი ფეხბურთელს ისე უნდა კონდეს საქმე აწყობილი რომ არა მანუ შეხედე ორი რამეზე უნდა იფიქროს დასვენებაზე, აღდგენაზე და ვარჯიშზე და თამაშზე აი ამას ვინც აკეთებიებს ამას დაწყებული მთავრობიდან და უფროსი მცველიდან და ნუ მე შეიძლება აკეთებიდეს მაგრამ უფრო მეტად სხვები უფრო მეტად მომზადებული და ამიტომ მოუგეს ბიჭო შეხედე სიტყვა უფრო ჩვენ გვაქვს ჩვენ მეუბნებით რომ შენ შეხედე შენ თამაშისთვის რო კარგად ითამაშო უნდა დაისწრო და აღიდგინო გაიგე და მე რო აღდგენილი ხარ და ჯანზე ხარ კარგად თამაშო ამაზე მეტი კაი რა არსებობს არა ბატონო ამაზე მეტი კაი რა აი ბრაზილია აი რაღაცა მოიშალა ქვეყანაში მანჯა მეგონია მაინც ფეშონა მეიშალა არა არა ბრაზილია თვითონ ბრაზილიაში თამაშობდნენ თავის ხელწერი დაკარგა ხელწერა დაკარგა ყველა გაფენტებია ბრაზილია არ ყოფილა სოფლის შეფერეთი რომ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვარსკვლავი არ გამიშენებო დღეს ეს აღარ არის რა ხო მაგრამ რა არის ახლა ის აი ეს ვარდი კაი თუ უია ფეხბურთელი და კაი ფეხბურთელი ძლიერი გუნდები ხო მაგრამ რა იცი შეხედე აი ახლა ხანდახან კაისაც გეშინია კაის გეშინია იმიტომ რომ ახლა ბიჭო აი რატო უნდა ჩავარდნილიყო ბრაზილიაში ფეხბურთი ალბათ იმიტომ რომ შეიძლება მართლა ფეოლოსნაირი ტრენერი არ ყავს მე ესენი ბავშვობიდან და იქით და იქით დადიან ოკეანეს სილაში და ვარჯიშობენ, დარბიან, თამაშობენ. მე პირველად ტელეს ვარჯიშები რომ ვნახე კინოში გადაღებული სილაში და ეხლა რომ ნახო შენ ხო როგორი რეკლამა უნდა აიღო ამორი ვარსკვლავი გულია გერევა რა აი მაგრამ პერები ბუთილ გამოგაფუჭა ერთ-ერთი როგორი გაიტანა მაგი გამოხედოში ვიზერი რომ რა ფეხბურთელი იყოს ესე ამოვაზილი თუ აქცენტი ამა შეიძლება მანუჩა აი ჯიგარი ხარ ამ კანო არჩელოტიზე შეიძლება ეხლა აქცენტი გააკეთო შეიძლება გვიანად დაინიშნა რა ის დრო არა მანო მომისმა შეხედე ერთადერთია რომ ანჩელოტი მაინც ასია თუ ისია არ ქონდა უფლება გაიგე შენი მოღვაწეობით ამდენი იმით რომ პირველი თამაში აი ბრაზილიაში ესეთი ანგარიშით გაგეკეთებია გაიგე აი ეხლა რაში ასეთი კი ბატონო შეხედე ანჩელოტი შენ როცა ხვედი ბრაზილიაში შენ წახვედი ევროპიდან ხო ევროპაში გაიგე ყველა პატიოს რაღაცებს იგი დაგიდა შენ ბრაზილიაში ჩამოხვედი გაიგე იმ ადგილზე სადაც სოფლიო ნაკრების სოფლიო თამაშების ფასი გელს ბრაზილიაში მოხდარია იგი დევს და ხო და იქ რა ფაქტორით მაითამაშა შენ რომ ეს თამაში წააგე ეს ჯერერთი რაღაცა ბიჭო სულ თამაშზე რო ის და მან მოდუნებული გაიგე არ იყო გაიგე ფეხბურთელი გითხრა სიმართლე უკვე შეხედე რა აბა დაუკვირდით ხო დღეს ფეხბურთელი გუნდი რო გამოდის მან გუნდი როგორ ითამაშებს გაიგე აი როდგანან ასე როდგანან და გიმს მღერია აი უკვე ჩანს რომ რომელი გუნდი მოგოს რომელი მას კიდევ გიმს მე ასე ანდა პატრიოტი
მაგრამ იქ იყო თვალი და ერთმანეთთან უარიან ასე და რუსები რამე ხერება ახლა თამაში უნდა მივიდე ანუ ხერება და კაიგე ეს და იქ ასე მოდუნებულია და ნეიმარის რამდენი ხანი ტრამვა ჰქონდა და ათამაშა და არ უნდა ეთამაშებინა მაინც ნეიმარი ფორმაში არის სტოპ აი ახლა ნეიმარი არ უნდა ეთამაშებია კი არა მაგთემა შეგიძლია თქვა მესის არ უნდა ეთამაშებია ახლა აი ვითომ აი მესის თამაშები ჰქონდა ჩემპიონატზე თამაში კი რა ნეიმარს არ გონა თამაშები რომელი პირველი იყო ყველაფერი შენ ბოლომდე არ ლაპარაკო მაგას ნეიმარი მაგარია მოახდილია ფორმიდან და მალადეც ცელმა ამის საშუალება მიცა კიდევ რომ ბიჭო აი მიდი და იქნება გაამართლო ნეიმარი ეს იყო გამართლება რა კარვაჩიოტის რომელი თამაშია მე თამაშობია იქნება კი ბატონო ხო მაგრამ ახლა რა ხდება იცი სამი წელიწადი უთამაშია სამი წელიწადი ბიჭო ახლა ელგო ჩვენ ვასკლები ხო ვასკლები ელგო ბამპე ელგო კაი ახლა ვითომ გამოდის ერთ თამაში ითამაშებს ბაღ და მე ორი სამი თამაში ვითომ ტაქსევა ვითომ წამოქცევა ვითომ დარტისტობა აი ვითომ აგიდა ესე იგი აქ არსებობს ეგეთი ერთი ფილოსოფია თუ რა ვიცი რა დავათვალე მაგრამ ესე იგი ფეხბურთელი ვასკლავი ბიჭო ვასკლაობა გიფუჭებს თამაშს რატო იმიტომ რომ უმე ვასკლავი ვარ და გულაო კეთამარი ვარჯიში მაგრამ გულაო აი ამ დროს იგი აღარაა ქერო არა ერთი რამე ხო ვიცი თავში რო თქვი ესე იგი რა არის ათუმი აუცილებლობა აღგენა და თავარჯიში აღგენა ვარჯიში დანარჩენი ძმა ვარი ყველაფერი ესა ეგ არაშავს რა მამბე ამბობს რომ შეცდომა დაუშვითო რომ ის ფერმოებზე და მოვერენი ვიყავითო რომ მოვიგებდით მაგრამ შეხედე კიდევ თავისი აი ასამბრედეთ ესპანეთის თამაშზე საბალეტელმა დაუშვეს მარსელა არ დააკეთა ფერნანდესი ისო დაეკედებინა სხვა თამაში იქნებოდა აპენარი იქნებოდა თამაშებდა დაუშვეს ესპანა ხო მაგრამ ანუ შეხედე რა ხდება ხა იცი ბიჭო გინდა სამაძერე რომ ჩვენ რა მოდიოდი ჩემი კეთილი რომ ბიჭო ხუთი დამცველი დააყენაო თუ ხუთი ცენტრალური დამცველია ახლა ბოლო თუ ხელი ინგლისა მოუშენი აგერა მასა უნდა ეკერებინა მოგლეძებინა და ხუთი დამცველი იტოლა კუშემატკივა რო აიშეიშალა არა აი ახლა შეხედე რა кайშა არა ვიცი ამ შემთხვევაში ინდივიდუალური ოსტატობა ფერმერების თეთრი ინგლისელი ფეხბურთელი არ გამოდგა იმდენს რომ კაიწეცია ამტოვა არგენტინისთვის ამიტომაც არის ხო მაგრამ აქ დაფრაგრაცია 4 ჩვენი დააყენა ცენტრალური 4 ჩვენი ჩვენაში ცენტრია მანამდე რა ანგარიში იყო ერთი თვე ხო ესე იგი რაღაც დააყენე მოხსენი თავდასხმელი და დათვა გააძლიერე ესე იგი ისე გამოვა შეხედე ახლა მეცეკი გამოდებით მაგას როგორც დამცველი გაიგე როგორც აქ გამოდებით თამაში და რა არის ყოველთვის ამ თუნდა ლაპარაკი სადაც არ მუშაობდი და სადაც არ ვაკეთებდი მე მაინც უფრო დაცვისკენ უნდა ყოველთვის მაინც აქცენტი გაკეთებდი მაინც გაიგე როგორც თამაშები და იქანა იგი შემიშალო და ვაიმე ორი ნომერმა თუ თამაშა თავში გამდიხევს ჩემი გუნდიდან გაიგე რა ქვია ამან იგივე ვასწავლე ბიჭო ორი ნომერზე თამაში კაი ჩემზე კაი გაიგე ხო მაგრამ მან შეხედე ახლა დღეს აგერ ამხედოთ ჩვენ ამა მარკეტს ანუ ესე იგი 90% ყველა მაგარი გუნდი არ აჩვენებს არ იძახის მაგრამ ანუ შეხედე თამაშობენ შეხედე
რა ვთქვი 6 5 იგი დააყენაო დამცენარ დამცველი ხო შეგადა ხო მაგრამ დღეს თამაშობი შეგვიძლია რა სამი ცენტრალური ვითომ ესეც დამცველი ესეც დამცველი არის 5 ხო 5 3 გაიგე და 2 ან 4 დაზე 1 აი ყველა თითქმის გუნდი თეთრი გუნდი აი ამისთან ერთად მაგარი ძლიერი ვაჟკაცური თამაშობს ამ ტაქტიკით მაგრამ იმას ეს ვინც გაზეთებს და იმგეს ტელევიზიას არ მოწევ ვითომ არა შეხედეთ რა უნდა ითამაშო შეხედეთ 9 კაცი დამცველია არა დამცველი არ არის იმიტომ რომ შეხედეთ რო გადავდივართ შეხედეთ ოღონ 5-4 ერთზე აქ რახშია საქმე წამევიდა იგი და ეს ხუთეული ამას ამ ზონას ყველა გადაკეტილია აქიდან ვერ გენეცელი გაიგე აქ შემოხვალ დაზღვევა აქ ისეთი სივსებია ხო აი ესე იგი ამ ტაქტიკამ 5-4 ერთმა შემეიტანა რომელიც ძმაო აქიდან ეს დაცვის მომენტში ეს მარწყობს საერთოდ რომ მოგწე გასაგარი ახლა მე მაგ და მეკარე შეხედე ეს ჩვენ აღიარეთ რომ მიცა ამას აკანე პრესინგი წართვე შეარდეს ეს არის ფცნელის უწოდინაობა მეკარეს უწოდინაობა კაპიტნის უწოდინაობა შენ ოღონდ შეხედე ახლა მე ზოგიერთებმა რო ნახეს ეს წვენი და წააგეს მერე დაიწყეს შეხედე ახლა მეკარეს ბურთი როა ეგე და თან იგი რაღაც უთებია იმის იგი და უნდა შეხედე წამოვიდა იგი ერთი წამოვიდა მეორე წამოვიდა აქით და აქ მაგალ ბურთს ზატო იცი რომ ანუ შეხედე აქ იყოს დაჯობია აქ იყოს თამაში ამ ბურთის აქ თამაში აქ იყოს და აქ შეხედე უკვე შეხედე მანუ ეს ხუთეული ხო ეს ხუთეული იშო წავედის ჩემპიონატი ხო მაგრამ ეს არის ხო პირველი ბურთი ეგრევე არ ყავს წინ ხო აქ მიდორ კატარის აუჩი და მე თელი გუნდი მიდის იმიტომ რომ გავუკეთო იაკუში იტყოდა ბიჭო რევას ასე რომ დავიწყდით კამაც ამაზე ხო დავიწყდით და წინი დავია თუ ყანჯობია ბიჭო შეხედეო ეს დაყოლი ბურთი და მე ჩარქონდა ვითომ ინგლისური იცოდა 50-50-ო 50-50-ია მაინც-მაინცუდა აქანე შეიძლება 60-40-ია გაიგე წამორდნენ გოლია გაიგე ხოსტორია 50-50 ითამაშია ჯუბია და კი ვიღაცა მითამაშა ბევრჯერ და ზონო ტაკიდა თამაშია გერა აი ხა შენ ასაც არჩევ ზოგიერთი როგორ უნდა გაკეთებული მაგრამ თუ ხელი რას ამბობს როგორც კი პირველი გოლი გავიტანეთო მანამდე იმის შემდეგ პასიურები გავხდითო ზრუნავდითო დაცვის ვარიანტზე და უფრო მეტი შეტევა გავუკეთეთ ეგ შეცდომა დაუშვა რა უნდა სამაგი მაგ შემთხვევაში იცი ერთი თვით უნდა თავის გუნდში მეიმამის კუგურელია და ასწავლის და გუნდეს მაგერ ვერ გამოუდეს რა უნდა მაგალითი ახლა ბიჭო შენ რა უქმება გაქვს მაგას იძახი გოლი რო შემავდე ეს ანუ თელები 4 წელი გამოიყურა გააძიერა ცენტრალურა ეს მაინც ვერა ვიტო რომ მომისმინე აი რატომ 4 თვითონ წერს რომ მე ხوار პასიურები გავხდით პირველი გოლის შემდეგ და ამიტომ პასიურები იყვნენ არა აი შეხედე მაგი შეიძლება ვიღაცებთან ჟურნალისტებთან თქვას ჩვენთან არ უნდა თქვას ფეხბურთელი ვერ იტყვის ვიდრე რომ პასუხს გავცემ რაც ხნია შენ ტრენერი გუნდი გამოიყვანე და შენი გუნდი პასიურობს ვინ რატო და რამდენი სულ არ ყვარდა რაც პასიურო კი არა ზაციბია იზატა ოპარნიაო თამაში იყო მე შენზე და იმის იქითაც კიდე უნდა ვითამაშო გაიგე
ამიტომ დაწყვია მაგას რომ დიდი ტრენერი გეტყვის. აი პასიურები გავხდით. პასიური რო გავხდით, მაო, მიტოზი ხარ, მაგალითად რომ ხედავამე იფიქრო ყოველ წუთზე, ყოველ საათზე, ყოველ შენს აღგენაზე და ფეხბურთზე. ხარ მაშინ ფინალში. რაც ახლა ჩვენი ფინალები დაგვანახებენ არგენტინა. ო, ეხლა გითხრა სიმართლე ნახევარ ფინალის გაიგო. კაი იყო, აი ორივე გუნდმა მაგრამ ითამაშა, რა, იმანაც აკიტასა, მაგრამ ეხლა ფინალი მაგრამ ეხლა მაინც ამდენ ნაკრებში უკვე 48 ნაკრებში. აი გინდა თუ არა, მანუ, გინდა თუ არა იზრდები როგორც ფეხბურთელი. ამდენ თამაში, ამდენ იმაში და რო უყურებ, მან უკვე დაზე რო უყურებ ორთა ბრძოლებს მე და შენ ახლა შენ მოწინააღმდეგები ვართ, ხო? არა, გამორიცხული მაგათ არ დაგიტყო და შენ მე მაგათ არ მოვიდო და კარი შეიძლება ქეწევე კამათოს და ქეცი წევი ხულიგნოთ. და ასეთი მითითებით თამაში. ეხლა ხო დაიწყო კონფერენცი ლიგები და ჩვენი გუნდები იყვნენ მონაწილეობა. ხო, საინტერესო ისა რომ ჩემპიონატი მიდის და რა გადაიღეს თავარი, როგორ შედება ქუთაისში ტორპედო ზირასთან აზერბაიჯანი გუნდად 3-0 წააგო. აქაც 3-0 წააგო. ყობარი უნდა მოემზადოს ახლა მე ვამბობ შეიძლება წააგო, მაგრამ 3-0 შენ მოედანზე რო წააგე ეს წოთელი და თვითონ ფეხბურთელების ბრალისა. აბა რა არ არის ესე? ბიჭო, რაშია საქმე, იცი მომისმინეთ ესე იგი ფეხბურთელების ბრალია, თვითონ ფეხბურთელების ბრალია. ფეხბურთელებს მომეცი საშუალება შენ მე რომ თხო პირველი ადგილი და ფინალში ვიყო და ზოაშვილი და მაჩაიძე აგენ გვიხსნის იმას რომ ბიჭო დაღლილი ხარ დაისვენე გამოდი ივარჯიშე კიდევ არა დაისვენე გამოდი ივარჯიშე დაისვენე გივარჯიშე და სხვა არაფერი და ითამაშე კარგად ხო ამ ტაქტიკას ჩვენ გაიგე ობარა ეხა შენ თუ იმის საშუალებას არ მომცემ, გაიგე, ქუთაისის ტორპედოს ბაზა ჩაკეტილია, გონია. რომ მივიდე იმათ ხაში, დავისვენო, აღვიდგინო და მივარჯიშო. მერე კიდე იგი ამიტომ უნდა მქონდეს საჭმელი, სასმელი იქ, გაიგე და უნდა ვიყო ჩართული იმ 100%-იანი პოლიტიკაში, რასაც დღეს უნდა მიხვდე. თუ და შეგეძინათ და გაგნაპირები შენ დღეს ქუთაისმა თბილისის დინამომ კიდე მივიდა რაღაცას კიდე რომ შენ ამ 18 გუნდიდან რო გადახვედი 47-ში და 48-ში და კიდე იმატებს ნო დღეს უნდა ფეხბურთელი სპორტსმენი უნდა გახდეს სპორტსმენი ფეხბურთელი სხვა ყველაფერი დაივიწყე ეს გინდა თუ არა ამას მეიტანს ის ბევრი გუნდების ყოფნა, იმიტომ რომ უკვე კონკურენცია მიდის ამ ბევრ გუნდებში. ჩემპიონატი უნდა გაიზარდო გუნდები, ჩემპიონატში არა, ეროვნულ ჩემპიონატში. არა, როგორც რა როდესაც ლიდერებში ხარ, შენ ისე უნდა ახლა გუშინდელი ქუთაისის თამაში და თუ გინდა თბილისის დინამოს თამაშიც, ის რაც ქუთაისმა ამ დღევანდელ ცხოვრებამდე გააკეთა ფეხბურთისთვის, სამაგალითო იყო, ქუთაისის ტორპედო, ლანჩხუთის გურიას თუ გინდა და თბილისის დინამო და სოხუმის დინამოც კიდე, გაიგე, იყო, გუნდები იყო, ბრძოლა იყო და ამ ორონტოში ვარსკვლავები ყოველთვის ყავდა. მაგალითად მაგარი იყო და იმიტომ ყავდა. ხო, მე ამას რო გააკეთო, აბა ამაზე მეტი კაი რა გინდა? გეუბნებიან რა, ავედით 84 გუნდზე და გააკეთეთ ჩემპიონატი. გააკეთე რა ხო ხარ ქუთაისის ტორპედო. რა გააკეთე მეტია ჩემპიონატი. იქ რა ჩანდა გუში, თამაგეის თამაში, დასვენება, აღდგენა, დისციპლინა, შეგე? არაფერი. არაფერი არ ჩანდა. ახლა გორის დილა გავიდა. 3-1 ხონდა ნებებული. თბილისის დინამო იქ წავ 1-0, აქ 1-0 წავ, მაგრამ პენალი გაიტანეს და გავიდა. მაგრამ შენ იბერიაც გავიდა 3-2 მოიგეს და
არა მე ვალიშიკო 12-ისა და მე ვალიშიკები რომელიც გაბრაზებული იყვნენ თავის 12-ს პრეზიდენტზე მოუწილე ვამართლე მაგრამ ჩხუბი არა უნდა დაიწყენ და მოაგვარენეს პროფესიონალურად ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ეხლა შენ მითხარი მე მარტო შენი გამოსვლა შენი იგი არის აი ეგ თბილისის დინამო რატო ითამაშა ასე კარგად რატო ითამაშა და გერკეცბაია ჩამოიყვანეს გაახალგაზრდავეს მე ჩემპიონატი ეხლანდელი ჩემპიონატი უფრო უკეთესი არის ვიდრე წინანდელი იმიტომ განსხვავება იყო პირველი და მეორე მესამე და 7 და 8 ქული და ახლა ბრძოლა მიდის მე რატო ამბობ იცი რომ ჩამოიყვანეს გააძლიერეს გამოცდა კვარაცხელიას მას კარგად ითამაშა კაის დაბეჭდილება და ასე მე ამ ჯგუფებიდან როდესაც გადიხარ ქულები გეწერება და ევროს უფრო მეტი შანს გაძლევენ მე რო გახვიდეთ მაგრამ მე ქუთაისზე დავწყდა იმიტომ დავწყდა კაი 3-0 წააგე ხო 1-0 მაინც მოიგე შენ მოიდანზე რა ხო მაგრამ პირველი როდესაც შენ პირველი შეხედეთ ნაყოფილა საჭირო კაი კეცბაიას ნაირის ტრენერის მოყვანა საჭირო თუ გინდა გამოგივიდეს მოგება კეცბაია ძმაო ფეხბურთელიც კაი იყო მე ნამუშევარიც ბევრი ერთად გუნდებთან ნაკრებში ტიპი დაგირა ამხელა პრაქტიკოსი კაცი მეიყვანეს და კიდე კაი დააყენეს და გუშინ არ წააგო მეიგო აი ესე იგი შენ ვინ მოყავს პირველ რიგში აი ცნეს უნდა და აჩანო და ქუთაისი და თბილისი და თამაშ თბილისში კი მოიგო დორბედო მაგრამ ისეთი შეცდომები დაუშვა დაცვა ვიკერთი და დამცველი ყავდა საერთოდ არავის არ ეყვანდა და ყველა ცენტრიდან გავიდა იმიტომ წააგეს 3-0 და ახალ წააგეს და რეზო ამბობდა აი არავინ არ უძეს კამანდობდა აი შენი დადეკ შენ ეს თვითონ არ იჭერდა ეს აი ვიცი ასე მან აი ორი ცენტრალური დამცველი ხო და მაგალითად აქ ბურთია გამას კაიგე ეგი ამას უნდა შეხვდეს ეგი უნდა წააყვას და ეგი მას ცენტრალური დამცველი ასე და შეხედეთ და დაუძახებს ამას და იდი პერიოდ წადიცი გამოდი გვერდზე გადადი იქით თვითონ გაკამადოს და აგარი ბრა გამუწოდა შეუძლია გოლი აი ხო ესე იგი ამას ცნას ამბობ და შენ იმაში კერო აგერ თეატრში იყო კანახობდა ეკოები ჩუმაკის ხო ესე ყარაღობდა წასადები როდი არ მიდიოდა თვითონ დასახმარებლად და დასაძლებლად ეგეთი მე ვერემში ხო არა და ისახობდა რასაკეთებს ხო და არა ანუ რო შეხედო აშკაცი 2 მეტრიანი ზანგი გაიგე ხო მასე ერთგან ჯუღერმა იმასდა ჯუღერი ხო ეხოდა იმაში ხო და მომიტანა სურათი და მე ცორი ვარ და ანახები რომ რა მაგარი ბიჭიაო აგერ სურათი მომინახა მომიტანა ცენტრალური დამცველი და მიხედი ამასა და ჩამოვიყვან გაიგე ხო თელკარიანი ხო და არა მანახა იგი გაიგე მანახა და თამაშის სოლობაშიც მანახა იყო მაგრამ რომ შეხედავდი 2 მეტრიანი გიჟივით მაგრამ უყურებ და ესე იგი ეგ ვაშკაცობა არაფერში არ ჩანს ეს დიდი სიძვლიერი არაფერში არ ჩანს ხო და ეხლა შეხედე რავალი იგი იყო ჩემი გაზდელი იყო და ქეკვენა ცოტა აფირისტო ესე იგი თავისი დანახული ვაშკაცური იმითი მეუბნებოდა ეყოლე ვიჭო ამაზე კაი რა გინდა და თამაში იყო არაფერი დაი მაგრამ რო შეხედავდი უიმე ჩანდა ისე ახლა თქვენს და შეხედავდი ჩანს ბიჭო ორი შემთხვევა აი ცერემლები წამომივიდა ქუთაისი სამჭედლო იყო ქართული ფეხბურთის და აგებს 3-0 კაი მესმის აგებ ბარსელონას და იმასთან აზერბაიჯანის გუნდთან აგებ მე იმას კი არ ვამდა ეს აზერბაიჯანის გუნდზე ყარაბაღი ყავს კაი გუნდი რატო ვერ იგებს გასო
ბიჭო მაგრამ ჯობია არავინ არ ჩამოიყვანა და იქაური საქართველოს ბურჩი ჩემპიონატში მომისინე მე მქონდა მაგნარი ვარიანტი მე ვარდებოდა რუსთავის მედალური ვარდებოდა ჩემოდი რუსთავი ავიგი ჩამოიყვანე არა ჩამოიყვანე უთხარი მოიტანე რა ქალები ცახა დაქაურები და საქსი არ შევდი სამით დაი პირველი არის ეგავე შენ მაინც დაგიცახო არა მანო მე გეუბნები აგერა და თვითონ რა სულ იხსენებენ მაგ თემას მასო ამიტომ ესე იგი მანო ასია თუ ისია გაიგე მე ფეხბურთის თამაშიც მქონდა პრაქტიკა მაგრამ ცნობაში პრაქტიკით მოვედი ცნობასთან გაძაო გაიგე ვიტყვი დღემდე შეხედე მანო აგერა სულწევს აგერა შეხედე მანო აგერა მე და შეხედე აგერა ყველა თამაში ნაკრების რამდენი შეხედე მან მასლოვის ისინი გაიგე გარჩევები ვიქტორ ალექსანდროვის მასლო ხედავ აგერა შეხედე მე ახლა თამაშებს რო უყურებ ნორვეგიის თამაში ბრაზილიის თამაში გაიგე რა ტაქტიკით თამაშობენ მე ტაქტიკას როგორ ცვლიან გაიგე არა ამას მანუ გინდა თუ არა მექსიკა 1-4-1-2-3 გაიგე აქ 4-2-3-1 ტაქტიკა გაიგე და კუროლიეზი რაღაცები მერაკა ამაში თავიზა შენ მე დაგიცახო კონსულტანტად და რაღაცა არა ბიჭო მე რატო ვიცი სიცხვილია არა ჩვენ რა გვინდა ბიჭო კონსულტანტო ვარ ამგვიდა მე და მანუჩარა ვიდა ვარ კარგად იცის ყველა კაცო გაიგე მაგრამ მე ამას მიტო ვიძახი და მიტო კვირი ვარ და მიტო ლაპარაკობ რომ მე არ ვიცახებ მაგრამ თუ მართალი ვარ და ჩემ იმას მიცემ შენ გზას მანუ შეამოწმე აწაკი ხო მერტის გალობით ჩვენ რა გვინდა ბიჭო ჩვენ მე ასია მისია ყოველთვის ქუთაისელი ვარ და ქუთაისელი დავჩები მანუ ისე და ქუჩაში ვარ გაზდილი ბალამაში გაიგე და გული მწება გაიგე ბიჭო შეხედე რა როგორ შეიძლება რომ ქუთაისმა შეიძლება თბილისთან წააგო დანარჩენთან ვერა იმიტომ რომ ბაზა გაიგე ტყეში იმაში აჯამეთის ხო საჭმელი სპორტიული ყველაფერი კარგად იზრდება გულშემატკივარი კაი ყავს არ აფლია მუშაობს მე თბილისელი არა საფრანგეთ მოდიები შემდგება ტორპედო ქუთაისზე ევროპაში რო საფრანგეთ შენ ხო ყველა შევწივა რა მე შენ სხვა იმ გუნდის როგორ წააგე სამითნო კაი წააგე 1-0 მაინც რო თამაში აი გინდა 1-0 წააგე რა 10-0 რას მიგა 1-0 წააგე არა ესე არა მანუ რა პირველ ტაიმში აგერდი 2-0 რაღაც 30 წუთში რა ემეთა ჩვენი ეს რაზე იცი რომ ქუთაისის ტორპედო რომ მოძლიერდება ჩვენი ნაკრებიც კარგად ითამაშა კადრები კარგად რო იყოს იმიტომ რომ დაბეჭე აკრები ყოველშე ჩვენი ქუთაისის ტორპედო რომ მოძლიერდება ნაკრები მოძლიერდება კი არა გაიგე მომისმინე ჩვენ როგორც ეხა სოფლიო იმასნა და მოუმატა გუნდების რაოდენობას საქართველოში მანო გაიგე 1-15 გუნდი უნდა ყავდეს ერთმანეთზე უკეთესები მინიმუმ აქედან 15 გუნდიდან 3-4 კაცი თითოეული ნაკრებისთვის არ გახდის გაიგე და სულ პირველი გუნდს და ინტერესს და იმცნობს გაიგე და აი ეს ყველაფერი მაგრამ ეხა ამ 15 გუნდს უკვე კაი ბაზა უნდა, კაი სტადიონი უნდა, კაი ბუსი უნდა, კაი ჭამა უნდა, კაი სმა უნდა, კაი ხელბასი უნდა. როგორ ვერაიტან? გავიცი რა შეტარდება ყველაფერი და რეგბი, ახალგაზრდა როგორ არა? მონდომება, კაცო, მონდომება და პატრიოტიზმი უნდა იყოს. ქუთაისებს ეხარო და რომ გაიმარჯვებდა დინამო თბილისში მოხდებოდა ის იქიდან მერე ნაკრებში მერე რაღაც სტიმული უნდა იყოს ყველაფერი არ უნდა კაცო რა მითქვის იცი ხელმძღვანელობასაც უნდა უკვე ესე არ უნდა წააგო ტორპედო ქუთაისმა რა გული შემტკივა რა ბიჭო რა არის იცი გითხრა სიმართლე ბოლოს ვიყავი ქუთაისში ვარდებოდა
ბოლოს მაგ წავედი და წავედი გუშინო ეგ ესე წავედი და დავჭერი ვიშეკანა და მომწინე ესე იგი არა ბაზა არა საჭმელი არა სასრელი და იმაში უკვე ფეხბურთელები მაგრამ მაინც ყავდა ბაზას გაიგე მაინც მაგრამ გოშული სახში წავედი იმას კერდი ყავდა და თუ ვინმე მოგდებოდა მიდიოდა მიჭებინა მოგონდა დობიო და იგი არ ჩვენთან გაიგე ეხლა ესეთი გასაჭირია არა მოდიდა და რატო ნუ უკვე ისე დავდებით რომ აღარ ვარდებოდით გაიგე და კაისნი იყავი მე-15 მაგრამ არ გავარდე გაიგე ოღონდ კი დავამთავრე და წავედი იბერიაში защитники თამაშობს ფრანგია და ნანს მიყავს უმაღლეს ლიგაში ეს კაია რომ მიყავს მაგრამ ისე კი არ უნდა მოცარიელდეს ბერბერი წააგოს უნდა ყავდეს გრძელის კამი და ვისა ყველას უნდა მოთხოვო რა შენ უკვე უფლება არ აქვს თითოეულმა პრეზიდენტმა გუნდის უმაღლესი ლიგის პრეზიდენტმა უფროსმოწმეებმა ფეხბურთელებმა არ დაждეთ და არ უყუროთ როგორი ჩემპიონატმა როგორ მოიმატა ყველგან მსოფლიო არენაზე გუნდებით თამაშებით და ბრძოლით ანუ ზორო აი კუკურელი არა საუკეთესო გეყოლება ანუ თავისი შრომის ერთადერთი აღშოვება აჰო ეს არის მაგალითი აყევი იმას და მეტი არაფერი აი რო მიხვიდე იმას და ვინმე წარდოს ის რო ილაპარაკოს გაზეთში და გამოცხადოს აგერ ნახავ დისციპლინის მეტი არაფერზე არ თამაშობს არაფერი არ ქონდა მეტი დისციპლინა დისციპლინით არის საუკეთესო დაურეკე მე ყველას უყურე ტორპედო ქუთაის უყურე იმას უყურე წააკეცავდი ერთმა დავირეკე იმიტომ დავი მეუთხარ ბალიში კომპლექტი და შენს უყურებ გუგზე შემომიდა ორ თვეებს აგერდა რა ნახევარ საათი არა მანო შევედე აგერ ეს ყველაფერი ბევრი გარჩეული და აგერ ესპანეთი 4 დაიწყო დაცვაში 1-5-4-1 და მე გადადის 4-3-3-ზე შეტევი. გაიგე? ესე იგი ეგენი ორივე ისეა შეთამაშებული, გათამაშებული რომ სადა საჭირო იმ წუთში გუნდი გძრობს ამას. ფეხბურთის ინდივიდუალური ოსტატ თავზე უნდა იმუშაონ ფეხბურთელებმა. არა, იქ კოლექტიურად დაცავნა იმარჯიშო, ბევრი. კაცი უნდა მოაწყო. ინდივიდუალურად შენ ხო გძნობ, ხო ბავშვი, შენ ხო გძნობ, მე მარცხენა ფეხით ვერ დავაშობდი, კარგად. კარგია, მაგრამ თუ როგორ დავაშობდი. მე იმდენი იმუშავა, მარცხენა გავათანხმდი. მარცხენადი მიდიკედელი და არტი ხო ხო და ახლა ბიჭო აგერ რომ ნახავ გაგიხარდება რა ბიჭო რა აი კოლექტიური თამაში და თან აბაიდო ოსტრაია ეროვნების რაც კონკურენციას აბეცა ისეთი ბლოკი გაუკეთა და არ გაატანინა იმ მომენტში შეიძლება ესპანეთს ვერ მოიგო მაგარიზა დამცველია რა ძალიან მაგარი თამაში ის ვინ გახდება ჩემპიონი ხო что აი მაუშა მომცინე შენ როგორც ამხელა პრაქტიკოსი გაიგე მე რომ მეკითხები მაგას ვინ გახდება ჩემპიონი ბიჭო მანუჩა გაიგე აი სტადიონზე წავდი და 100,000 კაცს ხოჯის ან დღეს თამაში დაფადდება თუ გეტყვის მართავს ვინმე ვერ გეტყვის ისეთი საიდუმლოება ფეხბურთელობა წამები სიტყვას წამები დაგა თუ გავატყიავად ხო არის ძალიან ბევრი მეტარა დამოკიდებული შენ შეიძლება ძალიან მაგარი გუნდი როგორ ამ თამაში მომზადებული არ იცი და თქვა აუ მე ვიგებ საპარაო და გუში თელეგრამი არ გზილია აი ხო ამიტომ ამით არის ფეხბურთი ესე იგი ყველაზე მაღალ დონეზე დგას სპორტში არა თან ყველაფერს აკეთებ ფეხით მეგარების გარდა ხო ფეხმა უნდა იმას გიგდა და ტვინმა უნდა იაზროს და ეხლა
ბიჭებო აია 58 გუნდი რო გეყოლება ნაკრები და უყურებ ეს ტაქტიკა კუკურელია არის იქ თუ აჩაიძია თუ ზოზოაშვილია თუ რა ვიცი თქვენ თამაშად უნდა არაცხელია გუში მაგალითად გუში დინამოში არაცხელია მაგრამ თამაში გუში თბილისის დინამოს ცნელთა საბჭომ და კეცბაია ისეთი ნაბიჯი გააკეთა ისეთი ხოდი გააკეთა მაგრამ გაიგე რომ შეშინდება ბევრ ამის რო 17 წლის 18 წლის ყარაცხელია გამოიყენა მოედანზე ბიჭო და თან შეხედე ისე ლამაზად გამოიყვანა ისე რომ ვითომ кайხანია თამაშობს ყარაცხელია თან შეხედე ამასაც ყარაცხელიას თავის ძმასავე თან დამხეცებული რა ანუ შეხედე წევიდა და დადგა მარცხენა კაის ასე აი აქ სადაც იგიდგება ისიც და ყველა ხოდი აქიც სტრატეში აქიდან მე წავიღება და აქიდან დანიშნა ზუსტად რომ ისე და ზუსტად ისე და ესე იგი შეხედე ეს იმას მეტყველობს რომ ძმა ძმისთვის ხო შენ კიდე იცი ძმა რა არის და რა პრობლემა ეხმარა ხო მაგის იმას მოედანზე ხო და ამიტომ რა იცი დროა ქუთაისო და თბილისის დინამო და თუგინა გორმანა მოედან მივხვდეთ რომ ძმაო სოფლიო დონის ფეხბურთში უნდა ჩაყოთ ცვირი და სოფლიო ფეხბურთის რა წამალი არის აი აღდგენი წამალი რა არის ამისთვის რა წამალი რომ გამოხვიდე და იქ კუგურელია იყო მოედანზე ამიტომ დროზე უნდა დაიშენო მე კიდევ რომ არის და კაიზერო ვარჯიში და ეს აყურებული წლამდე აყურებელი გიყურებდა ჩემთვის მოდის სტადიონზე და გაწმირებული წავიდნენ და ერთი ამბავი მე უკვე რატო სპორტენ დავენ ისე ბალეშიკება მადლობა იუდა შენ ჩემ თავსაც მინდა რომ ასე მაინც ასეა თუ ისეა ყოველდღიური და მამაძაღლობა აგერა მოგდაგე ვარჩევდი და იმაშობით ხო მაგრამ უყურებდი და კაის ცულს ამას გულით ლაპარაკი თქვენთან ერთად ბიჭებო მეგობრებო ვარჩევდი და ბევრი თქვენ შეგიძლიათ აი ამ გარჩევებში ჩვენც გაგვინახოთ რაღაცა მინუსები და იქიდან ზარი ეზო ხო მირეყავ ეზო ბიჭო ასე რომ შენ ასე კი არა ასე და ხო ბიჭო მართალი ხარ შენ მე თავარია ფეხბურთელება ფეხბურთში დროს ინდივიდუალურად იყო ძლიერები მოესაც ინდივიდუალურად ხალხო მაშინ კოლექტიურად არ გამოვდის მე გამოვდი კოლექტიურად ვარჯიშობდა ეს ბესტი და ჯაიჩი ბატონო არა კოლექტიურად თამაშობდი კი მაგრამ კოლექტივიდან გამოვიდოდი და მე ინდივიდუალურად მაგრამ ინდივიდუალურად კოლექტივში ხო და ინდივიდუალური კაცი თუ გინდა კოლექტივი თუ გინდა ბიჭო რა იცი ახლა ყველაფერს მივაქციე ყურადღება ეგ ყარაცხელია საქციელს ბიჭო გაი ეს საქციელშიც უკვე პატარა წეიხულიგნა იქ რომ ერთი ორი წარციე გე პელონკია ვიცეს და იმასთვის მაგრამ მე მივიდა სადა ეუნება ეს ხრუდი უსრო თამაშობ არა ხო ეს ახალს უნდა იყო მაგარი დამრიგებელი სახში ბევრი ყავდა კაი ყავს ათუდა ლაპარაკი და კაი იქნება რომ წამოვა როგორც იყო ძმაო ნოდიების იყო ძმობა ბაჩაიძების ძმობა იყო ხო ამერი არველაძეები სამი იყვნენ თუ გახსოვთ ჩემპიონატში მაშინ და ამიტომ აი ეს ძმობა მოედანზე ყოველთვის ეხმარება ერთმანეთს და მაგრამ ჩვენთან ძველი პროვაც მოედანზე ხო მადლობ ქართულ ფეხბურთს და გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს მადლობ ყურადღებისთვის და მოშეხვედრა და მოშეხვედრა ალბათ მეტი ბევრი სიახლე შემოდის ფეხბურთში ახალ ჩემპიონზე ვილაპარაკოთ და სოფლიო ჩემპიონი ასე შემდეგ მადლობ ამბობ და ყურადღებისთვის